რძიანი რო ჭამე აქ გდება მარასი ზავსდება. გამარჯობა ხალხო. გადაიწია დედი დალუჯებული გაგონი ეს ისა. ნანებს არის აქ. აი აქ. გამარჯობული. ხო, რატო დაგიმურჯდა? გაუმარჯოს. როგორ ახართ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? როგორ ხართ ხალხო? ჩვენთან სიცივია. სიცივე იქნება ალბათ თქვენთანაც. სიგრილია რა, კარგი, კაი, სიგრილია რასაც. მეწელი ისე მტკივა ხალხო. ისე ვამტკივდა. აღარ მტკივდა და ისე ვამტკივდა. მტკივა ისე იგი, მაგრამ ისე იგივენაირად დამემართავო. რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ჩვენსკენ ძველებურად ყველაფერი. მე რაღაცა ის კუჭნაწლავი მეწვის ძალიან. რაღაცა მაწყინა ეტობა. და როდის გამივლეთ ღმერთმა იცის. რა ხდება აბა თქვენსკენ? რა ხდება ახალი თქვენთან? ჩვენსკენ არაფერი. მივდივართ. დავბრუტიალებთ და რა ვიცი. წაღანა კროსები მოვიყვანე, ისინი გავასუფთავე, გავატრიალე. შევდები მაცივარ. კროსები ბევრი გვაქვს. გავასუფთავე. სუფთა ისა აქ. იცი რა არის? სხვათა შორის ბულიონისთვის და იმისთვის გემრიელი ხორცი. ხო, რომ უხარშა? ბულიონს რომ უხარშავ იმას კროს. ცხიმი არა აქვს არაფერი, ხო? იმას აქენი რა ქვია? ძალიან ცხიმი არა აქვს. რომ მოიხარშებ ეს თვითონ გატანე. ხორცებიც აცალე, ჩაყარე იმ ბულიონში და წვნიანი. ხო, ძვლის ისე იმას რა ქვია? ხრას. ხო. კაი იქნება. ოღონდ ნიორი რო არ გვიყვარს ეგ არის საქმე. არა, ახლა რომ ნიორში ჭამგებს საიქეს მომავლეებს დედა. რა სამბობ. ჯესის მეწვის. სუდა მაჟირიალა ისე მეწვის. გაღვანებს ხო? ხო, აი მეწვის, აი მე დაგვის აღარ შემიძლია აი. გაწყინა რაღაც. უკანაც ის გადამცემს. რაღაცა გაწყინა. აი მაჟირიალებს უყურ დამბურწკლა. სიმაჟირიალებს და აი თითქო გულის რევი შეგძნება. გუშინ ხალხო არ ყოფილვართ? გულის რევი შეგძნება მაგ თითქოს. ხო, ასე დამგვარად, რა ვიცი. დავდივარ, დავბრატუნოთ. რა ვიცი, ვითომ დღეს მზე უნდა ყოფილიყო და არ არის. დღეს კარგი ამინდი უნდა ყოფილიყო ვითომ. არ არის. მზე. უსკავსო. კარგი კი არა, უფრო სწორად მზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის. უბრალოდ მზე რო იყოს, ნუღა დაწყება თუ არის, მზე იყოს. უკვე ძალიან მოხუშულია ამინდის. ეს აი მოხუშული ამინდი რო აღარ უარესად ხარა. უარესად მოქმედებს. აი ვერ გავიგე მე ხალხო. ძალიან სიცხეს ვერ ვიტან, აი რო ვთქვა რომ სიცხე ზაფხულს ვერ ვიტან, ნამდვილად ვერ ვიტან. ძალიან მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ეს ზამთარ, აი ეს მოხუშულობაც დეპრესიაში გაგდებს თითქოს ადამიანს იმნაირი ის არის მოხუშული. მე თუ მეტეს დეპრესიული პერიოდი თუ გაქვს, უარესად. ხო. იცი რა არის? კი კარგია სიცხე რო არ არის, მაგრამ აიც ის არის, რა ქვია. აღარაფერი აღარ შრება, ხალხო სარეცხლად რო დარეცხა აღარ შრება. იცი რა ის არის გაფენილი მაგ. აღარ შრება. აღარ შრება ერთი პარტია ახლა კიდე დავროცხოს და დავკიდო. შპილგებიც აღარ მაქვს, სად უნდა დავკიდო. სად უნდა დავაშო. აი სად უნდა დავაშო. ეხლა აქედან
გაზი ხო რა მინდოდა თქმა ვიღაცამ დაგვიწერა რა მოჩლაჩულები დადიხარ ზიღართ შემოდიხართ ვიდეოშიო და დიდი ამბავი ახლა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ სადაც ყველაფერი მოჩლაჩულია და ჩვენ ვიყოთ მოჩლაჩული დიდი როგორ მოჩლაჩული მოჩლაჩულები გაცვია თო რა რა მოცვია მოჩლაჩული მოიცა მოჩლაჩული რა გვაცვია მოჩლაჩული ტვინიკა გააგე და ჩვენ გონები მოჩლაჩული ვართ ხარო რა მოცვია მაიკით მოვდივარ მითი მოვდივარ ახლოს ვიტრი მოცვია აი რა მოჩლაჩული და იმაზე გამოვიდე პოდიუმზე თუ რა აი გამოვეწყო შარვალ კასტუმში და მოვიდე ისე ვიდეოში სახლურ ვიდეოს ვიღებ სახლში ვიღებ ვიდეოს გარეთ ხო არა გარეთ რო გავდივარ ვიცმე მოჩლაჩული ტვინიკა გმადე აი მე როგორ ხალხია ზოგი რა ხალხო ჯერ ესეთი დიდი ამბავი ახლა მოჩლაჩულები რო ვართ შენ როგორც ეძახი მოჩლაჩულს დიდი ამბავი ამ ქვეყანაში ყველაფერი მოჩლაჩულია და დიდი ამბავი ახლა ჩვენ ვიყოთ მოჩლაჩული არა მე მოჩლაჩულზე კი არ ვიძახი აი რა ახლა რა მაცვია სვიტრი მაცვია იგერ ის რა ქვია ხელები მოწესრიგებული მაქვს არა მაქვს უშუალოდ უნაირო მოჩლაჩული თმები დავარცხნილი მაქვს ახლა ყოველ დღე მე კრასკვას მას ვერ დავიწყებ ნამდვილად სახლურ ვიდეოს როცა იღებ რა ნაირად და შენი ჭირი მე ყოველ დღე ვერ დავიწყებ და ვისაც არ მოწონს დაგვანებო თავი რა თუ არ მოწონს ჩვენ მოჩლაჩულობა შემართლა მოჩლაჩულო მიბრძანდი და ის სხვა მოჩლაჩულებს ელაპარაკე მოჩლაჩულები ბევრი გაყოლება რატო ართ მოჩლაჩულები რა მეტყობა მოჩლაჩულის კაცო მოწესრიგებული ვარ სისუფთავია და სხვა რაღა ვქნა აგერ ქართვინი გაქვს მოჩლაჩული და დიდი ამბავი ახლა ჩვენ ტანსაცმელი ვქონდეთ მოჩლაჩული როგორც ჩვენ ეძახი ხუდიაცვია აგერ მაცვია ეგრეთ წოდებული კაპიშონიანი სპორტული მაცვია მაისური შარვალი და ნასკები წინდები უბრალოდ ფეხსა გახდილი გვაქვს ხო ფეხსაცმელები არ მაცვია და ფეხსაცმელებით კიდე ვერ მივლი ყოველ წუთას სახში იმისავით რა ქვია სერიალის გმირივით მოჩლაჩული ტვინი გაქვს ადამიანი ტვინი გაქვს ქალო შენ ქალო ტვინი გაქვს აგე მოჩლაჩული და იმას ქენი და ბლოკე ო მარა ქენი რას დაბლოკე ყოფილიყო იჩლაჩოს და იყოს ტვინი გაქვს ქალო მოჩლაჩული წადი იმკურნალეს ამკურნალო ხარ დასაწვენი ხარ შეუგულო ამ წუთში საჭმელს ვაკეთებ და იმ წუთში იმას ვაკეთებ და იმ წუთში იმას ვაკეთებ ახლა მე ყოველ წუთში ვიდეოში შეიძლება კეთებაშიც უცბად მოგვიარო საზრმა ჩავხტოთ ვიდეო ხო უცბად ჩავტო ვიდეო ხო რაღაცის კეთება ყოველ წუთში ახლა რაღაცა ვერ დავიწყებ ახლა შეიძლება გარეთ ვაკეთებდეთ რაღაცას და ძველები გვეწვას და ვიდეო ჩავტო ხო ხა ძველი არ მაცვია აგერ ნორმალური რა ძველი მაცვია სახლში რასაც ვიცავ ის მაცვია დახეული არ მაცვია და დაგლეჯილი და მე რა ვიცი მოჩლაჩული და კიდე მეტი წილი უფრო სარაფნით შემოვდიოდი ზაფხულში ხო და ის სარაფანი მოჩლაჩული არა სარაფანს საფარანით ხო სარაფანს მოჩლაჩულს ეძახი შემართლა მოჩლაჩულო თუ მოჩლაჩულო და მაისურის თუ შემოვიდოდი ხო ის მოჩლაჩული მაისური ერთი მოჩლაჩული მაისური ხანდახან ის მაქვს მოჩლაჩული რაზეა შეც კიდე ჩვენი მაისურია მოჩლაჩული რაზეა მოჩლაჩული ამას აქტვინი ვერ უყურე მოჩლაჩულის კომენტარი იყო მე დედა რაღა ვქნა ხალხ ნუ რა მაგრაკლი ამ ხალხს ამდენი შტერი თუ არსებობდა აღარ მეგონა რა მართლა არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ გამოყენებას მაიძულებენ შტერები არიან სუმთლად ამდენი შტერი თუ არსებობდა აღარ მეგონა რა აი ხარით აი გამაგებინეთ კითხვას სვა ახლა პოდიუმზე არა ვართ ჩვენ იმებს ჩვენ არ ვაწყობთ რა ქვია დეფილე მე არ მაქვს აგერ დეფილეს არ ვაწყობთ და წვეულებებს არ ვაწყობთ ხო და რასაც ვაკეთებ და როგორც მოვდივარ და როგორც რაც თავარია სისუფთავია მოწესრიგებულია ქაობა სიბინძურეს არ ვიღებთ
რაღაცას არ ვიღებთ, დაპრიალებულია თუ გინდა მოდით და თუ გინდა ნახეთ. ბინძური არ მაცვი არაფერი და სუს არ ეცხიმავ და სულ სიცუქთავ. როცა აი ხალხო, როცა სახლში ვართ, ხო? სახლში ვართ. გინდათ მარტო ჩვენ კი არა, რომელი იუთუბერი გინახავთ, გინახავთ იმითი რა ქვია, გამოწყობილები, რა ქვია, შარვალ კასტურით. გინდათ რომელიმე ისა რა ქვია, YouTube ეს იმისი არის, იმის ვიდეოებს ვიღებთ ჩვენ, რომ ჩვენ მოვდივართ სახლურად და სახლურ იმას გაჩვენებთ. იმიტომ ვიღებ ვიდეოს, რომ ბუნებრივი ვები ვიყოთ და ახლა თუ დავიწყე ისა რა ქვია, თამაში და ფონების დაყენება და 70 ნატურის ჩართვა და როგორც ისინი იციან ხოლმე, როგორც იციან ხოლმე ინფლუენსერებმა. ახლა ინფლუენსერს ხო, მაღალმა ინფლუენსერებმა როგორც იციან დიდმა. როგორც თვითონ ეძახიან თავისთავებს. ხო. ახლა მე თუ დავაყენე ფონები და მოვედი იმითი რა ქვია, შარვალ კასტუმებით, რა ვიცი, ვინ ხსღა მოეწონება. მე ხალხი იმიტომ მიყურებს, რომ ბუნებრივად იმას აშვებით რა ქვია. პრაქტიკულად მოვდივართ. ხო და ახლა მე თუ დავიწყე დეფილეები, ოი და კაროჩე და სვეცკული ლაპარაკით არ მოვდივართ. მოვდივართ როგორც სახლში, როგორც შინაურებთან მოვდივართ და შინაურულად ვიღებთ ვიდეოს, აი როგორც შეიძლება დახეულიც მეცვას, არ არის პრობლემა. მაგასაც არ არის პრობლემა. შეიძლება თმა მქონდეს ისა რა ქვია, აწეწილი და ისე მოვიდე. დიდი ამბავი ახლა პრობლემა არა. ჩვენთვის ეს ყველაფერი პრობლემა არ არის. თუ შენ გაქვს პრობლემა, წადი ჯერ ფსიქიატრს გაესინჯე. მე შეგიძლია ფსიქოლოგთანაც მიხვიდე და ფსიქიატრიულში დაწექი. იმკურნალე. სამკურნალო ხარ, შვილო, სამკურნალო. მე კინო მიზიხარ და მე კინო მიყურებ, შვილო, სამკურნალო ხარ, ადამიანო, სამკურნალო და წადი და იმკურნალე. თმები იმის ავითა მაგ რა ქვია. თუ გინდა ფსიქიატრს გამოგიგზავნი. გიპოვი ვიღაცას და გამოგიგზავნი. ხან შეიძლება თავი მოგეკავოს, ხან ყური, ხან ცხვირი. ან ცხვირი მოგეკავება, ან თავი მოგეკავება და ან ისა რა ქვია, ყური და ან კიდე დააცემინებ, ან დააყოლებ. ცემინება არ ვარგაო, არ არის კარგიო, დამთქნარება არ არის კარგიო, ისაო რა ქვია, ესთეტიურიო, მოჩლაჩულები მოდიხართო. ვაიმე, ოღონდაც არა მართლა, ოღონდაც არა. ეხლა ამ კადრში ის უნდა ჩავსვა, იქალი რო ეძახის ოღონდაცა. მაგრამ მაგდენი ეზარება. დასვი, ჩასვი. ოღონდაც არა. ოღონდაც არა. მართლა ის ქალი უფრო კარგად იძახის, ოღონდაცა. ხო და უბრალოდ უმსგავსობას და უნაირობას. ვაიმე, ღმერთო. მოჩლაჩული რა ვიცი. მოჩლაჩულები მოდიხარ. წინაზე რა მოჩლაჩული ვიყავი? რა მიცვა, მიცაღავი. მოჩლაჩული ახლა და წინაზე როდის იყავი მოჩლაჩული? რა მიცვა, რა ვიცი. მოჩლაჩულს რას ეძახის ესა? ნორმალური ტანსაცმელი უკვე. მოჩლაჩულს შენ იცი რას ეძახი? წესიერი ტანსაცმელი რო გვაქვია. მოჩლაჩული ტვინი გაქვს, შვილო, ტვინი. წადი იმკურნალე, მე კინო მიზიხარ აგე. ხალხო, ამას ტვინი აქვს მოჩლაჩული. აი მე რამდენი მოჩლაჩულია ხალხი ცხოვრობს, ღმერთო შენ მიშველე. უსუფთავთ არაფერი გვაქვს. ნიმან ერთმა ისაო რა ქვია, ტილოთი არ უნდა გაწმინდოთო, ამან მოჩლაჩულიო. ერთმა კიდე ისაო რა ქვია, რამდენ საჭამთო. შენ საჭამ, შენსაც გვაცვია, შენსაც იმას ავშვები რა ქვია, წმინდა თუ როგორ არის საქმე. რა საჭამთ ვერსა? ვაიმე. ვიდეოში შემოვდ და შევჭამ და მე ვიდეოში რო შემოვალ, შევჭამთ ალბათ. ადამიანო, კონტენტია. იმასაც მივმართავ. მივმართავ, კონტენტია ადამიანო ეგეთი. გადახედე სხვა იუთუბერებსაც, შენ გადახედა სტიკტილმა. ნუ იწყენო იგივე წყელა არ გინდა. გავსო და წევლილი. ადამიანო. გადახედე ინტერნეტს უსეს ადამიანო. თელი დღე რომ შიერი მოვალთ,
და აი დილას შევჭამით საჭმელი რომ მოვედი ისიც ოდნავ რაღაცა შევგიკნე ხო საჭმელს არ ხეთქავ ადამიანო შეერიдаდი ხარ რომ მოვდივართ აჰა ჩვენ იმ დღეს რო ჭამდით სოსისი იყო თუ კალბას პირველად ვჭამეთ საჭმელი ხალხნო ხანდახან ისე ის არის აკვია დღე ისე გავა რომ საჭმელი არ სარავჭამთ ხო შეიძლება ღამეც მოგვიწიოს საჭმელის ჭამა და ვიდეო ჩართო უცბად ხო აი მე არ ვიცი რა უნდა მოხდეს ხან რას მიყვები ხან რას მიყვები ხან იმას მიყვები ხან იმას გავაკეთებ და აი სადილს გავაკეთებ იმას გავაკეთებ მე ხალხნო ის არის რა ქვია ვეღარ ვასწრებ და შეიძლება როცა მოვასწრებ ჭამას მაშინ გადავიღებ ხო მოვასწრებ ერთია და ხანდახან შეიძლება რო ორჯერ ჭირდება ხოლმე დაყრა და დახვეტა ხო შეიძლება ჭამა ვერც მოვასწროთ დილით რომ მოვათ ვერ მოვასწროთ ჭამა ხო ხან შეიძლება ვინმე მოვიდეს სტუმარად ხო ახლა ხო არ ადგები და შენ ხო არ შეჭამი მაშინ რა ქვია ხო გადის დრო მეზობლებიც მოდიან მეზობელი შემოვა ის იმას იზავს რა ქვია ღმერთ მოუქცეს და ხო და ახლა ის არის და მოდის უცბად მერე ის არა სამსახურში სასვლის დრო და როგორ მალე გადის დრო ხო იცით დრო უცბად გარდის სამსახურში წასვლა შეიძლება დაალაგე მერე მიალაგოს გებს დედა ჩემი მაღაზიაში მე 70 ჯერ შეიძლება 70 ჯერ მომიწიოს წასვლა ხანდახან ხო და სანამ იმას იზავს სანამ სახლს დაალაგებს სანამ მაღაზიას მოივლი სანამ ჭურჭელი სანამ საჭმელი კი მოდის წასვლა და მივდივარ ხო ვეღარ მივდივარ ხან ეზოშია საქმე რაღაცა ხო რო შევდივი ეზოს რო დავიწყებთ აი აქედან ბოლომდე აი აქედან ბოლომდე საწიწი ხალხო ერთხელ მინდა დაგათვალიერებინოთ რამხელა არის ჩვენი ეზო და რამხელა ეზო გვინდა თიბა იმის მოთიბა იმის დაკოცხვა იმის გადაყრა იმის ელემენტარული რაღაცა ეხლა გაზაფხული შემოდგომა არის ფოთლები იქნება ჩვენ ეზოში ფოთოლს ვერ ვიტანთ რაღაცა როგდი ეზოში აი რაღაცა მემართება იმის დასუფთავება იმის დაგვა იმის დრო აღარა მაქვს და როცა მაქვს დრო და თქვა შეიძლება ხამე მოგვიწიოს ჭამა მაშინ თავთ ვიდეოს ხო და ჯერ ეს ერთი რამდენსაც მინდა იმდენ შეჭამ ჩემს მისაკუთარი საჭმელია აი ეს არავის საქმე არ არის და ყველამ თავის თებში და თავის თავს მიხედოს ეგ ყველა თავის საქმე უკეთესია და ჯერ ერთი ბევრს რასაჭამ გიურგი კაცი ხარ ახლა ნებისმიერი კაცი შეჭამს ახლა ადამიანი ხარ როცა გშია კაცი კი არა შეიძლება ის კი არა ბევრი კი არა ერთი ძრო ხარ გიყოს გინდაც ხალი იყო ამას არ უნახია ეთყობა ის არა ქვია ჭამის ვიდეოები არ გინახია არ გინახავს უფრო სწორად ახლა სუფრას რო გავშილით მაგალითად ჩვენ ზოგს იმას შეჭამ ზოგს იმას ახლა სუფრას ბევრი რაღაცა რო არის ცოტა ხო უნდა გასინჯო ნებისმიერი რაღაცა და ჯერ ერთი უკმამს როცა ვიღებ უფრო მეც უნდა ვჭამდეს ეს უფრო მეც უნდა ვჭამდე მაგრამ მე ვერ ავჭამაგდეს ჯერიგერთი გიორგი ჯერიგერთი არავის საქმე არა ხო გინდათ ჩვენ ვიყოთ არც არავის საქმეში არ უნდა ჩაერიო და ზედმეტად არავის არაფერი არ უნდა უთხრა არც უნდა გაიელო აი ტვინშიც არც უნდა შეუფა ის ტვინში რომ ის ტვინი აქვს მოჩლაჩულები და მსგავსო რაღაცა თქვა ადამიანი არ ხეთქა მაგ საჭმლის კაცო არ ჭამ გინდა ჭამაზე იყოს ილაპარაკო უნდა იყონი რაც გინდა ის უთქვიათ საერთოდ ეგეთი უმსგავსო მე კი არ მაინტერესებს შენ საცამო მე არაფერს მაკლებს მაგრამ შენ ყველაზე დაბალ ლეველზე ჩამოხვედი რომ იცოდე მაგ შენი კომენტარით საკუთარ თავს აყენეთ შეურაცხყოფას ჩვენ არა საკუთარ თავს მეც არაფერს
ნამდვილად აღარ. იცი რა არის? იცი რას გამაკეთებინებთ ერთხელ? საერთოდ ვიდეოში არ ჩაგიწერთ. ვიდეოს აღარ ჩაგიწერთ. საჯაროდ გამოგიტანთ ყველა სოციალურ ქსელში აბსოლუტურად, მაგ თქვენ კომენტარს და ვერსად ვეღარ შეხვალთ, რო იცოდეთ. საჯაროდ გამოგიტანთ, იცოდეთ. ის იმას ესე შვება და ის. მე სხვათა შორის მაგ შეურაცხყოფებზე შემიძლია რომ გიჩივლოთ კიდეც, მაგრამ არ გავაკეთებ მაგას. თქვენ დონემდე არ დავეცემით. თქვენ მართლა უბედურებო თქვენ. ძალიან საწოდავები ხართ რო იცოდეთ. ძალიან საწოდავები ხართ და გიჩვენიათ წახვიდეთ და იმკურნალოთ. ბევრს აჭამ. რა შუაში ბევრს ჭამა და. ეგეთი ნაგვები რო ხართ ქვეყანა იმიტომ გვაქვს დაქცეული. ეგეთები რო ხართ. აი, ჯერ ეგეთი, გინდა ჩვენ ვიყოთ. ჩვენი რა საქმეა, გიორგი, ვინ რამდენ შეჭამს? ვინ რას გააკეთებს? ვინ რას აკეთებს? ვინ როგორ აკეთებს და ვინ რას რისი იცი რა არის დედა? სიშტერის და სიგოიმის პიკია, მეტი არაფერი. სიგოიმის და სიშტერის. გოიმობა აქ არაფერ შუაშია. გოიმს კიდე რაღაცას გააგებინებ. სიშტერის, შტერს ვერაფერს ვერ გააგებინებ საერთოდ. გაუნათლებელს რა უნდა ელაპარაკო? როცა განათლება არ აქვს. ტვინი არ აქვს და რა განათლება უნდა გქონდეს. ენერგო ვამპირები ხართ მეტი არაფერი თქვენ. ენერგო ვამპირები კი არ არიან. აი, მისჭიები არიან, რა ქვია. YouTube-ის. აი, კლავიატურის. უსწავლიათ კლავიატურა. გიორგი, დაინახე აქ თმოკიღარა მაქვს. მოიშლიპე, მოიშლიპე. მოვიწვი რამდენჯერ ავანთე რამდენჯერ ქათამს დაუშვი ხო რამდენჯერ ქათამს დაუშვი იმდენი მე რამდენჯერ ქათამი გააკეთე იმდენჯერ გიორგი მაგადაშულები ვაიმე რამდენჯერ ქათამს გააკეთე იმდენჯერ მოიწვი ბარე მაგეთაც მოიწვი აი აქ არა მაგ ჩაკიდე აქ ეგრე არ არის აქ არ არის ეს არის მოშლეპილი ასე მივიშვე რა ხარ და ავიშვლებ სულ ალბათ იმ ადამიანს როგორ უნდა მოვიდეთ უნდა შევეკითხოთ ჯერ პირველ რიგში უნდა შევეკითხოთ რა ვჭამოთ და რამდენი ვჭამოთ იმ ვიღაცა უგუმარts მე დაბლოკე ისიც დავბლოკე მეორე აკაუნტი გააკეთა უკვე გააკეთოს და იყოს ესე ისიც კიდე გააკეთე აი დარდი მე კი არ მეზარება შენი კომენტარის ათების ბლოკვა არც პასუხი მეზარება სიმართლე გითხრა რაღაცა თემას გვაძლევ თემას კი გვაძლებთ ხალხ ნუ არა იცი ადამიანები რამდენად შეიძლება რომ ადამიანები გიწოდოთ თქვენ იცი რა არის იცი რა არის ნათქვამი ხალხო რას გეტყვით ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო ეგ არის ნათქვამი აი სახეზეა პირდაპირ ინტერნეტ სივრცეს რო გადავხედოთ პირდაპირ სახეზეა რომ ვირებით გაიცო ინტერნეტი ნახევარი მეტი ნახევარი ინტერნეტში ვირებით არის ავსე ნახევარზე მეტი ხალხი კარგები არიან ნახევარზე მეტი ნახევარზე კი არა მეტწილად უმრავლესობაში ვართ კარგი ხალხი ნუ ინტერნეტ სივრცეში და ნახევარი ხო ამ მეოთხედი ვირებით არის ავსე ვირისგან არ უნდა გეწვენოს წიხლიო ტყუილად არ არის ნათქვამი ახლა უკვირდები მაგ სიტყვას ტყუილად არ არის ნათქვამი ეგ არავის საქმე არ არის აი მე ღმერთო რამდენი გნელია განსასჯელი ადამიანი არ არის ეგ უნდა გასაჯოს უფალმა შენი გასაჯელი არის ისა უფალთა რომ მიხვალ ნეტ არ გეშინია წინ არ დაგიდგება ისისა რო ადამიანებზე ეგრე იქ რომ მიხვალ ოდესღაც რომ მიხვალ იქ თავარ იმაში რა ქვია თავარ არ გეშინია არა შინიათ გიორგი რო ეშინოდეს მაგას ხო არ შიში არაფერ შუაში არ არის კი არ უნდა გეშინოდეს წმენა უნდა გქონდეს უნდა ჩაიდოთ გულში რომ ესეთი ცუდი უმსგავსო არასოდეს არავის არ დაუწეროთ ეგ ჩვენი საქმე არ არის არა ის არის რა ქვია იცი რა არის სხვა ისინი არ გვიყვარს რომ იცახიან სხვა ერები თქვენ საკუთარი ერი არ გიყვართ და საკუთარი ხალხი არ გიყვართ და ეხლა სხვა რო არ გიყვარდეთ დიდი ამბავი
არც მიყვეს მე მაგალითად. საკუთარი ერი არ გიყვართ და საკუთარი თავებიც არ გიყვართ თქვენ. ზოგიერთს. აიცი რა უნდა გითხრა, ზოგიერთს კი ახლა ჩვენ ყველაზე არ ვამბობ, მე თქვენზე არ ვამბობ ხალხო, რომ ჩემო კარგებო, თქვენზე არ ვამბობ. ემაძე ვიძახი. უკომართენ, ნორმალურად. ელემენტარული მეტი წილი ჩვენ ძალიან კარგი ხალხი ყავს. მეტი წილი კი არა, ბევრი კარგი ხალხი ყავს. და იცი რა არის? მე მიჩვენია რომ ცოტა მყავდეს გამომწერი და კარგები. ჩემ არხზე უნორმალურობის ადგილი არ არის. კიდე ჩვენ არხზე ცუდს ვიღაცაზე ცუდი არის. სხვაზე არავინ გაბედოს და ცუდი არ დაწეროს. თორე დაიბლოკება ეგრევე. არა, ნამდვილად არ გაბედოს და სხვა გინდაც იუთუბერზე, გინდაც სხვა ვინმეზე. არ გაბედოს და ცუდი არავინ დაწეროს. ბევრს დაუწერია და დამიბლოკია ბევრი. არასოდეს არავინ არ გაბედოს. ჩვენი იმის მიდით თქვათ, იმათ არხზე მიდით და იმათ დაუწერეთ. თუ დაწერა გინდა. ერთხელ ლაივში ნინი კვირიკეზე თქვა ერთ-ერთმა რაღაცა და წავიდა. გავუშვი, დავბლოკე. არ მაინტერესებს. წადი თუ რამე გინდა თქმა, წადი და სხვა იმას დაუწერე. მე მაგის ადგილი ჩემ არხზე არ არის. არც არის და არც არის სასურველი. არც არის საჭირო, სხვასაც უნდა დაუწერე. იმისგანაც კარგ პასუხს მიიღებ მერე. არ არის და ენა თქვენს პირშია და შეინახეთ. თქვენი უაზრო აზრები, უაზრო აზროვნების მქონე ხალხს ვეუბნები მე. ხალხი რამდენად შეიძლება რომ უწოდოთ. რომ თქვენთვის შეინახეთ. არავის აინტერესებს აქ. არავის აინტერესებს და რატო იმ დაბლებთ თავს ტყუილა, ჰა? რატო იმ დაბლებთ თავს, ჰა? მითხარით. მაგით ვინმეს რამეს აკლეთ? მე პირადად არაფერი მაკლდება. ბევრი არაფერი არა გვაქვს ამ სახში გადასარევი, მაგრამ რომ მოხვიდე მოჩლაჩული და მოჩლაჩულები რატო ხარ? სახში არაფერი არ არის. ხო, ეხლა შენ შეგეკითხო ვიღაცა ხარ რა ჩავიცვა და კიდე შენ შეგეკითხო რომ რა აი გიორგი, ამ იმას რა ქვია, ზედას რა აქვს მოჩლაჩულის მე ვერ გავიგე და ამ ზედას. სახში ის ჩავიცვა რა ქვია იმას. შენ მოჩლაჩული არ გინახავს ეთყობა როგორ არის მოჩლაჩული. მოჩლაჩული არა ხარ, მოჩლაჩული გაქვს, ცხოვრება არა გაქვს საკუთარი და მოჩლაჩულია ცხოვრება და სხვას ეუბნები მოჩლაჩული ხარო. ცხოვრება გაქვს მოჩლაჩული და ჯერ იმაზე დიდი უბედურება რა გინდა? ტვინი გაქვს მოჩლაჩული და ტვინი საერთოდ თუ გინდეს მაგ თავში. ტვინი კი არა, ქვა გაქვს, ქვა. ქვას კიდე ისა რა ქვია, ხმა. იცი როგორი იცა გაქვს? მოვიდე გიორგი. ხო, ის უნდა გაიკეთო ყაწები ალბათ. მე კიდე ალბათ ისინი უნდა იმას აქვნა რა ქვია, მეცვეს იმესავით. სერიალებში რო არიან ხოლმე კაცები, კოსტუმებით და იმებით დაპაკუნები, დადიან სახლში. ალბათ მაღალქუსლებით უნდა ჩაიცვა შენ, წამოხდილი კაბა, როგორც სერიალებშია ხოლმე და იკაკუნო მთელი დღე. მე კიდე კოსტუმი უნდა მეცვას. ვერ მოგართვი. ეხლა მთელი დღე კოსტუმი მეცვას და კოსტუმით მე ვიჯდე აქ, ხო? მე რა ის და მაგრამ შეიძლება ხალათით შემოვიდე რა. ხო. შეიძლება ზამთარია, შემოვიცვა ხალათი, მოვიდე. დიდი ამბავი. თუ არ ქსიამოვნებს, თუ არ ქსიამოვნებს, მიბრძანდი კაცო, არავინ გაძალებს მიყურეთ, ვა. მოჩლაჩულიო, იმან რამდენს ჭამენო? ადამიანო. დილასაც შევჭამე. ჯერ აქ რო არ კმარობ დაწერას, იმის დაწერას და იმან ინსტაგრამზე მივარდები. ინსტაგრამზე ჩემო მივარდა ის იდიოტი. რომელი? ეს ისა რა ქვია, რამდენს ჭამთო. ინსტაგრამზე მივარდები და რა ინსტაგრამზე რა? მლანძღა, შეურაცხყოფაზე რო გადადიხარ. ინსტაგრამზე რა გითხრა? შეურაცხყოფაზე გადმოვიდა და იმაზე პროფილზე გადავედი, ხო? Facebook-ის ის იქ არა აქვს სურათები. Facebook-ის ისედო რა ქვია. ლინკი. Facebook-ზე გადავედი. ვაიმე. ადამიანო.
ორი ჩემ ხელა ხარ ადამიანო და შენ კიდე მე მიწერს მე მეუბნები ღორს მე მიწოდებ ჩვენ გვიწოდებ ღორს ორი ჩემ ხელა ხარ ღორი რა ლაპარაკი სახაწურ დასაკლავ ღორს რო გავხაშე უპატრონო ადამიანო წადი ცოტა იმასაკენი რა ქვია შენ თავს მიხედე ხო ჩვენ ჯანმრთელობაში შენ უნდა დაგდობ შენ თვითონ გაგმოშლილი ჯანმრთელობა ეთყობა უკვე სიმსუქნემ ტვინი მოგიშალა კონჩი გაგალმა ტვინი და არა უბრალოდ იცი აი ღორი რა ლაპარაკი ჯერი ერთი ორი ჩემ ხელა ხარ ადამიანო და კიდე შენო იმას შენ რო სხვაზე იტყვი რომ ისახარო რა ქვია რამ ხელა ხარო სუქანი ხარო ვაიმე დედა რაღა ვკნა დედა ადამიანი ჯერ შენ საკუთარ თავს შეხედე და მე სხვაზე ილაპარაკე მაინც საჯაროდ უნდა გამოგიტანოთ ეს ისინი საჯაროდ კი არა საჯაროდ უნდა გამოგიტანოთ კომენტარები და ისინი რა ქვია ჩემ ხელა წერილებს რომ იწეთ კითხვაც დაგიზარება გონი კითხვა მე დაგიზარ მაგდენი კითხვა რომ დომოდა სკოლაში ვიკითხავდი კითხულობდი მაგრამ მაინც იმაში ვიჯდებოდი რა ქვია პარლამენტში მაგდენი კითხვა რომ დომოდა დედა სკოლაში არ ვიკითხია მაგდენი და ესენი ამ ხელა პოემებს მიწერენ რამ სიგძე პოემებს წერენ ნუ თუ არ გეზარებათ ადამიანო ნუ თუ თითები არ ატკივა ერთი სიტყვას როგორც წავიკითხავ არ ამსგავს ხო იმ წუთში უნდა მიიბლოკო იცი რა არის თან როგორ წერს მთლიან იმას კი არ დაგიწერს ტექსტს ცაცაკე ერთ სიტყვას ერთად მოგწერს მერე მეორეს ქვემოთ მერე მესამეს მეოთხეს მეხუთეს მეექვსეს კიბე ალაგებს სიტყვებს და ეხლა დადეკი გიორგი წაი დაალაგე ეს ტექსტი ერთად ისინი სიტყვები და იმასაკენი გაიაზრე ვაიმე ადამიანო მასწავლებელი კი არა ვარ ადამიანო ვალაგო ისინი რა ქვია მე სიტყვების დამლაგებელი კი არა ვარ მასწავლებელი რა შუაში იყო შენაგერია ტვინი ისედაც აგარეულიგა გადააბი ეს სიტყვები ხო შეიძლება სიტყვები გადააბი და ისე მომწერე დედა კიბე ალაგებს სიტყვებს ასე სიმაღლის მიხედვით რას წერს კი აიმე დღეს მოგწერა წერან ნახე ხო რომელიც ნახე წერა იმის ნახე რა ქვია რომელიც იმასაკენ რა ქვია მოჩლაჩული რო გვიწოდა მაგ მოჩლაჩულმა და აქ ხო გუშინ დაუბლოკე გუშინ არა გუში ხო იმ ვიდეოს იმას რო ჭამთ ფილმი ვარენიკებს და სოკოს რო ჭამთ იმაზე ხო დაუბლოკე წეგან კიდე ინსტაგრამზე მომივიდა მესიჯი მეთქი შევედი რა ხდება ვინ არის თქო შევედი და კიბე ელაგა სიტყვები მეთქი რა უნდა მიცნობს რა გნებავთ რა გინდა თქო რაზე ლანძღ ისაო რა ქვია რამდენ ჭამდით ვიდეოში მე მივხვდი ვინც იყო ადამიანო ჩვენ ჭამას ნუ უყურებ შენ თავს მიხედე აღარ ჭამოთ ვიდეოში ძალიან კარგად შევჭამ მაგათი გულისთვის არ ვაპირებ იმეების ისა რა ქვია რო რამე არ გავაკეთო ძალიან კარგად შევჭამ და დავლევ კიდეც შენი საქმე ეგ არ არის გასკდი გულზე უნდა გაგხეთქო დაიცადე რა გიყო შენ უნდა მოვიდე და კარგად გემრიალად უნდა ვჭამო ვიდეოში აი მე გასკდი გულზე ხალხო დაელოდეთ გემრიელ ჭამას დაელოდეთ გემრიელ მუკბაგს დაელოდეთ ხალხო უნდა გაგხეთქო გულზე აი გარე უნდა გაგკეთო შენ ბიბიესიც რა მეთქვა ბიბიესიც იტყოდა რაზე არა ჩეს დამკალზე რაზე მალავთო რას ამალავ ვაიმე შენ დაგმალავ ვაიმე მამაზეციემა შენ რო ტვინიც არ მოგცა შეოხერო შენა
რა სიტყვებიც ეხლა მომდის შენზე არ მინდა რომ გითხრა არ მინდა რომ გითხრა რა სიტყვებიც მომდის უბრალოდ ტვინა არეულები აი არიან მე დედა ღმერთო შილები არიან და ილაპარაკონ და იყო ღმერთო შეკაცო მართლა ვარდენას თქვის აიღო ღმერთო შეკაცო ტვინი მიეციავად ხო აი ხა ჰა მე არ ვიყო დაღლილი და დაქანცული არ ვიყო თორე სულ არ ვადარდებს ახლა ვინ იცი რა არის ნეტა მე არ მტკიოდეს აგერ წელი და წელკავი არ ამქონდეს და ბოდიში ხალხო თქვენთან ამ სიტყვაზე სულ კიდი არას დაწერს გემრიელ მუკმანს დაელოდეთ ხალხნო მალე იქნება აი შენ გულზე უნდა გაგხეთქო და იცადე აბა მე მითხარი მე დაწერე ეგეთი ისინი რა ქვია 70 სხვა აკაუნტი გააკეთე და დაწერე აბა მიდი აი ჯერ გერთი ხო იქ წერ ახლა იქ დავწერე თქვა სიტყვაზე იქ იმას კომენტარში დავწერე ინსტაგრამზე და გინდათ ფეისბუქზე და იმაზე რატო გადავალ პირადში რატო გამივწე შეურაცხყოფას ხო ალბათ მან დაგეტია და რაც მან დაგეტია იქ დამიწერე თან კიბე რომ იწერ არა სიტყვაზე გიორგი აი თქვათ მე ჯერ გერთი ცუც ადამიანს 100 წელი არ დაუჭერ 100 წელი სულ მეჯავრებოდეს ადამიანი და სულ მეზიზღებოდეს ჯერ გერთი ადამიანი არასოდეს არ მეჯავრება და არასოდეს არ მეჯავრება ნორმალური ადამიანები თორე ესეთი ადამიანები საერთოდ დასანახადაც არ მინდა უბრალოდ რატო გააქვთ ეგეთი აზრი იქ ვერ დაამთავრე შენი უმსგავსობა და იქ ვერ დაგეჭირე პირადში გადმოდი ხარ პირად სივრცეს მიირღვევ ხო რა უფლება გაქვს შენ პირადში ვიღაცის პირადში რომ ასე უმსგავსობას წერს შენ ვინ მიგდი ხარ და ან ვინ ხარ ვაფშე ჰა აი ბოდიში ამ სიტყვაზე მაგრამ მართლა გამოგიყვანე წყობილებიდან რა წყობიდან გამოიყვან ადამიანს უბრალოდ ხო და ჯერგეთი გადმოდი ხარ შეურაცხყოფას რო აყენებ ხო ბები ისტოლი ხალი ხარ ამ ხელა ხალი რა არის შეუხერ შვილი არა ყავს ჰა ან შვილი არა ყავს ან შვილი არა ყავს ბები ისტოლი მაინც არის ხო ჰა და ჩემი ხარ მაგას დაიწყებს ახლა ვიღაცის იმაში გადავიდეს იცი რა არის აპა ბავშვი რო იყოს კიდე ავიდან ხო ბავშვი ბავშვურად მოსდის რა ემხელა ხალი აი ემხელა ვითომ ჩამოყალიბებული როგორც შენ ეძახი შენ საკუთარ თავს ჩამოყალიბებულიო რო ეძახი მე ჩამოყალიბებული ვარ თქვენ გამოშტერებულები ხართ გეტყობათ ადამიანო გამოშტერებული ჯერ ეგეთი შენსკენ მოიკითხე გამოშტერებული ვინც არის კი ეტყობა როგორც შენ საკუთარ თავს უწოდებ ამ ხელა ხალი რო ემას აშორები რა ქვია მე შენთან რამდენი ნიხნით ბავშვი ვარ ხო დედა ჩემიც ბავშვია შენთან ბები ისტოლი ხალი მაინც არის ხო ჰა და მე მორალს ესენი გვიკითხავენ ხო და შენაირები გვიკითხავთ მორალს პირიქით ახალგაზრდა თქვენ უნდა ასწავლოთ რაღაცა ნუ ისა რა ქვია ცევის წესები და შენ თვითონ არიცი თქვენობითაც არ მოგმართავ მე ის უთხარი ბებო რა გინდათ რა ზემლაძღავთ რა ბებო შენით ბებო ვინ არისო რა ვინ არის ადამიანო ბებო კი არა ბებოს კი არ გიწოდებდი ხო ასაკს საერთოდ დავივიწყებდი ისეც გიტყავდი რომ პირდაპირ სხვაგან არა თითებში გიტყავდი პირდაპირ ჩაკუჩს რომ მეორედ ვეღარ დაგიწერა ამ ხელა ხალხს გისწავლია ის არა ქვია კლავიატურა და ლანძღვაზე გადმოდი ხარ ბები ტოლი მაინც არის ხო რა სადამდე უნდა გააგრძელო აი მითხარი სადამდე უნდა გააგრძელო ეგეთი ისინი რა ქვია კომენტარი წეროს და იყოს გიორგი წეროს და იყოს შენ საკუთარ თავს აკნინებ მაგით მე კი არ მაგნინებ შენ საკუთარ თავს აკნინებ წეროს და არის ნერვულო შევაგარი არ ნერვულობ მაგრამ მე უნდა გასწავლო მაინც და მაინც მე უნდა გასწავლო ცევის წესები ნერვულო დედა მაგაზე
აი სულ არ მადარდებს თუ სულ ვინ რაც გინდა ის გიქნია და რაც გინდა ის გითქვია. სურვილს დაუკარგავს ადამიანს, საერთოდ ინტერნეტში სურვილს დაუკარგავს, შესulis სურვილს დაუკარგავთ და ადამიანს. თქვენი გულისთვის ინტერნეტს ჩვენ არ შევეშვით. ჩვენ გვყავს ისეთი ადამიანები, რომ უნდა რომ მივიდეთ და იმას ვქნათ, რა ქვია, გაიგონონ ჩვენი ხმა, ჩვენ შევხედონ და ასე და ისე. და ის წესით ამ პასუხსაც არ უნდა გცემდე. უბრალოდ სიტყვა მოიტანა, ხო? ამ ხელა ქალი რამ გაგაგიჟა მართლა რა უბედურება, სად გაიზარდეთ ადამიანო, სად გაიზარდე მითხარი? აი მესმის გეფიცები მოჩაჩული რატომ მოჩლაჩულიო? მოჩაჩული ნეტარი, რა ქვია, აი მოჩაჩულ ადამიანს, აი მოჩაჩულს რას ეძახის ეს გამაგებინა? ეგეც ვერ გავიგე მოჩაჩულს რას ეძახის. ვერ გავიგე, ნამდვილად. აი მოუწესრიგებელია რამე. ხალხო გადახედეთ. აი და თქვენ გისამთ პასუხს, როდისმე ჩემს სახლში ყოფილა მოუწესრიგებელი რამე მიჩვენებია? როდისმე ყოფილა, არასოდეს არ ყოფილა. აი დამეფიცება ჩემი შვილი ახლა ადამიანი შეიძლება ცუდად იყო და ვერ გააკეთო რაღაცა ელემენტი. იცი ეს ვინ არის? ეს ის მოჩლაჩული რო დაგვიწერა. ადრე რო დამიწერა მე ვარდისფერი მაიკარა მაისური რატო გაწვიაო? მაიკაო. რატო გაწვიაო? ის არის. ხო დაბლოკე მაშინ. კიდე ახალი აკაუნთი გაუკეთებია. იგივე სურათი აქვს. სურათით მივხვდი. ადამიანი შენ უნდა შეგეკითხო რა ჩავიცვა, როგორ ჩავიცვა და იმას აქვნა რა ქვია, როგორ გამოვიდე ჩემ ვიდეოში? და რა ფერი ჩავიცვა კიდე? ფერებს რატო ანიჭებთ მნიშვნელობად ხალხო? ხალხო თქვენ დამიწერეთ, გეხვეწებით, ჩემო კარგებო, დამიწერეთ ფერებს რატო ანიჭებენ იმას მნიშვნელობას გამაგებინა ეს ხალხი. ერთი გამაგებინეთ, მაგ ფენომენს ვერ ჩავწვდი. ის ვარდისფერი გოგოსიაო, მწვანე გოგოსიაო, ესე იგი კაცებმა სულის უნდა ჩაიცვან? რა ქვია? შავებით უნდა ვიარო? შავი რატო გაწვიაო? შავი რატო გაწვია დეპრესიაში ვარო და ისაო რა ქვია? აბა რაღა ჩავიცვა შიშველი რო გამოვიდე, მე დამიწერთ შიშველი გამოვიდა გაგიჯდა, აღვირახსნილიაო. მე თო შენ მიშველე. მაგ ფენომენს ვერ ჩავიცვა, რაღა ჩავიცვა მითხარით ხალხო. თეთრი ჩავიცვა, თეთრი არ არისო, გოგოსიაო ისიცო? დამშულო, თეთრი მეიკარო გოგოსიო ნერეთან. არაფერი არ არის გოგოსფერი. გოგოსფერიაო, ვარდისფერი გოგოსფერიო, მწვანე გოგოსფერიო, წითელი გოგოსფერიაო. მწვანე. ესე იგი მანქანები რო არის წითელი, ყვითელი, ლურჯი, ისა კაცი რატო ცოტა ხანი და წავიდეთ. ის არის ჩავდებით მე. ხო და ეს არის რა ქვია? აი მანქანაში წითელი ხო არის? აი მაგალითად მანქანები ხო არის წითელი? სტაფილოსფერი, წითელი, ლურჯი, მწვანე. კაცი რა ზის? ზოგადად ჯერ ეგ რო ავიღოთ. ქალის საერთოდ არ არის მანქანა. ხო. მანქანა საერთოდ ქალის არ არის. და რატო ზიან? ჩვენი საქმე არ არის. არა, იჯდნენ ხო, კი ბატონო. საერთოდ ქალი და მამაკაცი ჩემთვის არის თანასწორი. სიმართლე გითხრა. თქვა. ერთნაირად შეუძლიათ ყველაფერი. ხო და თქვა სიტყვა მოიტანა, ხო? ავიღოთ. რატო ზის მანქანაზე? ქალი რატო ზის მანქანაზე მითხარით? ფერადი ვერ ჩამიცვია. ეხლა იმასაც დაწეროს, რომ ის არისო, ქალის არისო ისაო. თმა ქალის არისო, საყურე ქალის არისო, გავიგე ადამიანო. არავის დაინტერესებს შენი ისინი, რა ქვია, კომენტარები და რას იმას აშვები იღლი მაგდიდებს. არავის დაინტერესებს. მე ისევ იმას ჩავიცვალ, რაც მინდა, ისევ იმას გავაკეთებ და ეგ შენი საქმე არ არის. ტელევიდეო ამაზე ხალხო ბოდიშით ეხლა წავედი. ბოდიშით რომ ტელევიდეო ამაზე გამომივიდა ამ იმებზე. და თქვენი აზრი დამიწერეთ ხალხო რომ გეხვეწებით ჩემო კარგებო, ჩემო თბილებო, რას ფიქრობთ ამაზე? დამიწერეთ რას ფიქრობთ.
ხო და აბა აბაჰო კარგად ხვალ იქნება ვეცდებით რომ შუა დღეზე მოვიდეთ ხო დაგემშვიდობებით ახლა მომავიდეამდე აქ ხო დენი ვერ გავაკეთეთ და ისე გაფუჭდა რამდენჯერ გავაკეთეთ ფულებს ვიხდით ყუილა იმას ურეკავ ხოლმე ელექტრიკოსი მომყავს ფულს ვიხდით ყუილა და არ აკეთდება იმ ელექტრიკოსმაც გვითხრა სხვათა შორის ისა რა ქვია ან შნურს ის გვაქვს შნური კი არა და ხო კაბელი ხო შნური არ არის ქართული სიტყვა კაბელი გვაქვს მოტანილი და ამ კაბელს ვერ დავაყენებ იმიტომ რომ რაღაცა რომ შეაერთოთ დენცკიტაშიო შეიძლება აფეთქდეთო და აფეთქებას ჯობია რომ საერთოდ დენი არ გქონდეს აბა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე აბა აბაჰო ბაი ხდება ახლა გავაკეთოთ აბა კარგად